მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ დღეს განსაკუთრებული დღე არის. დღეს არც მიწის და არც ცის ქმნილის ბატონი ბიძგვინას დაბადების დღე არის და მთელ ქოცებს აქვთ განსაკუთრებულად გამოცხადებული ლოცვა, Facebook-ით დაწყებული, გაგრძელებული კანდურების ეკლესიებში, რაც შეიძლება ბიძინას ხელას სანთელი უნდა დაალმთონ და უნდა ილოცნონ, რომ რაც შეიძლება დიდი ხანი ყავდეთ ბატონი ბიძინე და იმისი მფარველობა არ მოკლებოდეს ქოცებს. მე კიდე ამას ვიტყვი როგორც ერთი ქართველი კაცი, შენი დაბადების საათი და შენი გაჩენის დღე მოუტყან მართლა რა, როგორც იციან საქართველოში თქმა. ეს ასე და ახლა დანარჩენი. დღევანდელი დღე დაიწყო ძალიან ესე რომ ვთქვათ, რა ვიცი, ემოციურად. ძალიან დიდი ემოციური დღე გამოდგა დღეს და ადრე რო იყო, მიშას დროს რო იყო, დილა რო იწყებოდა პროკურატურის ბრიფინგებით, ბოლო დროს ქოცური ხელისუფლებაც პროკურატურის ბრიფინგებით იწყებს დილას და ახალ-ახალი სკანდალები ხდება, ახალ-ახალი დაჭერები ხდება, ცნობადი თუ უცნობი სახეები, მოკლედ და მიმდინარეობს დიდი აღშფოთება, შეშფოთება საქართველოში და დაიჭირეს ელისო კილაძე. ახლა ამ ქალის დაჭერასთან დაკავშირებით თვითონ ისეთი სკანდალური პიროვნება იყო და თვითონ იმხელა ამბებში იყო ჩართული ქვეყანაში, ესე რომ ვთქვათ, თაგვი არ გაფაჩუნდებოდა, რომ ელისო კილაძესთან რაღაცა გადაკვეთა არ ქონოდა და ელისო კილაძეს რამე არ ცოდნოდა და ჩემი ჩიტები და ჩემი წყაროები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ახლა მე არ მინდა ამ ადამიანის მით უმეტეს ქალია და დაჭერილი არის, ახლა ამ დროს ასე ვილაპარაკო, მით უმეტეს როცა მიუხედავთ ყველაფრისა, რომ თავი დაანებო, თავის დროზე მისი შვილი და მე ერთ უბანში ვიზრდებოდით და არსებობს მაინც რაღაცა ესეთი რამე, რომ ვიცნობდი, მე ის არ ჩემი მეგობარი ყოფილა, არც ის ყოფილა, მაგრამ დედა მისთვის და არ გამოვიყენებ იმ ბინძურ დამოკიდებულებას, როგორი ბინძური დამოკიდებულებები შეიძლება თვითონ ეს ხალბატონი ჩემს მიმართ და სხვების მიმართ იყენებდა და აკეთებდა, მაგრამ აი ამ სიბინძურეებში რო იყო ჩარეული და რო იყო ეს კაცი ახლა მაგას ლაპარაკი რა თუნდა, ყველაფერი მის კანტორაში ხდებოდა და გახარებული არიან ახლა მთელი საქოცეთი, რა ქვია, ქოციქალებს, რა ვიცი, ლამისაა და ისა აქვთ ატეხილი ბედნიერების მეცხრეცალზე არიან ეს ჭყარკავები და ეს რა ვიცი, მთელი ქოცგამправებელი ქალობა ატეხილი, მაგრამ ხალხს რაღაცნაირად გონია, მე სხვა რაღაციდან მინდა ვთქვა, ხალხს რაღაცა გონია, რომ ახლა ელისო კილაძე ახლა დაიჭირეს იმის გამო, რომ ლილუ აშვილთან, აი თურმე ღარიბ აშვილთან, თურმე აი ამაში იყო, თურმე მთელი უბედურება და აი ამ პოლიტიკურ საქმეებს და აი ესეც გამოვარდა, რა ქვია, სააკოვი და ატეხა მთელი ერთი წივილ-კივილი, რომ თურმე ეჭვიც არ ეპარება, რომ ეს საქმე არის პოლიტიკური და ეს ყველაფერი უნდა იქნას პოლიტიკურად გადამალული. ძაღლის თავი სულ სხვაგანაა დამარხული, საერთოდ სხვაგანაა დამარხული და აი ახლა მოკლედ მინდა გითხრათ, მე თუ დაგაინტერესებთ, ვრცელადაც შეიძლება ამ თემაზე საუბარი, მე მინდა გითხრათ, სინამდვილეში რა მოხდა, სინამდვილეში რა ხდება. ხალხო, ყველაფერი რომ ამ პოლიტიკით იფუთება და ყველაფერს ამ პოლიტიკას აბრალებენ და სინამდვილეში რა ხდება. რაზე არის ლაპარაკი? ლაპარაკი არის კოლ-ცენტრებზე, კოლ-ცენტრების მფარველობაზე, მონაწილეობაზე, თაღლითობაზე, ამის აღებაზე, იმის აღებაზე, იმის მკვლელობაზე, ამის მკვლელობაზე, ასე შემდეგ. სინამდვილეში რაშია, აი ძაღლის თავი რაშია დამარხული. ბიჭო, გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ. კარგად გაიგეთ. ეს ჩვენი დალოცვილი ქვეყანა, რომლის პატრონობაც ვერ შეძლო ქართველმა ადამიანმა რომ ვერ შეძლო, ქართველმა კაცმა ვერ შეძლო მისი ქვეყნის მოვლა, არის სხვა ხალხის მიერ ჩაგდებული ხელში და სხვა ერიულის ამ ქვეყანას თავისი ინტერესებისთვის. ისე როგორც ის 2 მილიარდი თეთრდებოდა ბუტკაში, ერთ პატარა ბუტკაში ის ერთი კაცი რო დაიჭირეს თურმე 2 მილიარდი რო გაათეთრა შავი ფული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბიჭო, ეს ქვეყანა არის თაღლითების ხელში. საქართველოს ოფიციალურად ებრაელების, ურიების, რო იცოდეთ,
ეგრეთ წოდებული ბიზნესმენების, სინამდვილეში თაღლითების სათაღლითო ბუტყათ არის გადაქცეული. ეს ბიზნა ივანიშვილი თვითონ ურია არის. არ ვიცი ხათუნა არ მომისმენია, არც მაინტერესებს, მორგოშიაც იგივე სიბინძურის წევრია, რესიც არის ელისოკილაძე და არ მჯერა მე მაგ თქვენი ბინძურის სუსის და ამის და ამ სისტემის გარყვნილი და გათახსირებული ხალხის არ ვიცი და არ მაინტერესებს. მე ვამბობ იმ ჩემ ინფორმაციას, რაც მე მაგ. და მაგენის ერთმანეთში რატო იყვნენ სასამართლოებით და იმით გადახლართული თქვენ არ ყვიეთ პარტიაში მორგოშიას და ელისოკილაძისა დღეს ქვეყანა თაღლითებისა ქვეყანა და იმით პატიოსანი კაცის სადა სულ სხვანაირი მდგომარეობა არის. ხალხო 10 წლეულების მანძილზე საქართველო არის ქცეული ფულის გათეთრების, საქართველო არის უკანონო იარაღის ვაჭრობის, ნარკოტიკის, 1000 პროსტიტუციის დრავი ყველაფერი უბედურების ცენტრათაა გადაქცეული. ეს არის ჩვეულებრივი დანაშაულებრივი კლანი შექმნილი ამ ქვეყანაში მიშას დროსაც, ბიძინას დროსაც, შევარდაძის დროსაც და შეიძლება აქ რეჟიმები შეიცვალონ. უბრალოდ კი არ შეიცვალონ, ტრანსფორმაცია მოხდეს რეჟიმების. მაგრამ რეჟიმების ტრანსფორმაცია ამ კიბოს რაც 92 წლის 6 იანვრის მერე დადგა საქართველოში და დგება არ ცვლის. ასე იყო ეს თაღლითობა იმ ებრაელ ბიზნესმენებთან, ასე იყო ეს თაღლითობა იმ ებრაელ კეზერაშვილთან, ასე არის ეს თაღლითობა ახლა ბენანორთან. არ ვიცი არც მაინტერესებს, იზღამაკლია მორგოშიას უსმინო და მაგის ინტელექტს თქვენ უსმინეთ პარტიაში. დამანებე ხალო თავი რა გინდა რას გადამეკიდე. სად მუშაობი, სად? მე არსად არ მუშაობდი. არ მუშაობდი, მე არც მე არ მუშაობდი. არ მუშაობდი სუში გეშლება მე შეერაღებულ ძალებში მსახურობდი არ მუშაობდი გეშლება რომ მე მუშავა არც ეგ მექნებოდა დასამალი და ეხას კაცურად ვიმუშავებდი სხვათა შორის ხო სუსის აგენტურა პარტიაში მეიკითხეთ ხო და რატო ვამბობ ამას ბიჭო ელისოკილაძეს კაციშვილი არ შეეხებოდა კაციშვილი არ შეეხებოდა რო არა მაგის დაპირისპირება აი იმ ბენანორთან იმ მოსადის აგენტთან საქართველოში რომელსაც კეზერაშვილთან ერთთან სხვებთან ერთად ლილუაშვილთან ერთად უშიშროების დაკრეშვით საქართველოში ქონდა უზარმაზარი კოლ-ცენტრების ბიზნესი კოლ-ცენტრების ეს ერთ-ერთი სეგმენტი არის ამათი თაღლითურების და ხო გახსოვთ ძალიან კარგად რომ ელისოკილაძე ტელეფონით დარბოდა და იქ თურმე კოლ-ცენტრი აღმოაჩინა იქ თურმე ნარკოტიკებს ებრძოდა თურმე იქ ის ბარიგები დაიჭრა ხო გახსოვთ ეს ზღაპრები რომლებშიც მონაწილეობდა ხო გახსოვთ ხო და ბოლოს როდესაც გაჩნდა ამ ფულის გამო კონფლიქტი ამ ბენანორთან ამ თაღლით ებრაელ ეგრეთ წოდებულ ბიზნესმენთან საქართველოში როგორც კი ებრაელებს შეექმნათ დისკომფორტი სასწრაფოდ მოკიდეს ხელი ებრაელი შეწუხდა და მოკიდეს ხელი და ჩააგდეს ციხეში ელისოკილაძე თანამშრომლობდა როგორც ლილუაშვილთან ასევე მის წინამორბედებთან ასევე აი ივანიშვილის პირადი უამრავი დირექტივები მიდიოდა მის ოფისში და რა მინდა გითხრათ იცით როგორც კი დაიწყო მაგის და ქრონიკა პლუსის პრობლემები მაშინ რა ქვია რა ვიცი ბენანორის ბუნაგში და ასე შემდეგ იქ უნდა მიმხვდარიყო რომ მაგის საქმე წასული იყო როგორც კი შეეხო საქმე ებრაელებს და არ მინდა მე არც ამ კვლელობების ამბებში ვეხები რა ვიცი რა არ ვიცი არ მაინტერესებს ახლა აქ მორგოშიას პარტიის წევრია შემოსული და ძალიან აწუხებს ახლა მორგოშიას ამბავი მე არ მაინტერესებს მაგ თქვენი კლანური ამბები ვინ რა მკვლელობაშია გარეული ვინ რა თაღლითობაშია გარეული თქვენ ეძებეთ მე არ მაინტერესებს მორგოშია რაფინირებული თაღლითია ყველა ნორმალურმა იცის ეგ ყველაფერი ეგ თაღლითური ამბები ვინ ვისთან მე გეტყვით ერთ რაღაცას მოხდა ძალიან მარტივი რაღაც ეს მთელი კონგლომერატი
აი ამ თაღლითობების გამო, ამ კოლცენტრების გამო, რომლებშიც ესენი ყველა იყვნენ გარეულები, დიდი ან პატარიანად, ქართველებმა ერთმანეთი დახოცეს, ქართველები დაიჭირეს და ებრაელებმა საქართველოში კოლცენტრებით გაკეთებული ფული გემრიელად მოხიკეს, ჩაიდეს ჯიბეში და უნებლად გავიდნენ საქართველოდან. აი ეს დატრიალდა საქართველოში რო იცოდეთ. და ამას შეეწირა ის მთელი უბედურებები, ის მკვლელობის ამბავი რაცა, იმ ელისო კილაძეს ამბავი რაცა, უამრავი სხვა ბევრი უბედურებები. და ხალხს გონია, რომ ახლა ელისო კილაძე მართლა პოლიტიკის გულისთვის დაიჭირეს და თურმე პოლიტიკური ამბები ტრიალებს და ასე ხდება და ისე ხდება. არ არის აქ არაფერს შუაში არ არის ეგ ყველაფერი. ეს ადამიანი ჭირდებოდათ აი ესე, პრესა ქონდა, ჟურნალისტის სახელი ქონდა, იმასთან თანამშრომლობა, ამასთან თანამშრომლობა, იგი გასაშავებელია, იგი გასათეთრებელია, იგი საამისქნოა და არავისთვის ახალი ამბავი არაა, რომ ელისო კილაძე თავისი ჟურნალისტური საქმიანობიდან გამომდინარე უამრავ ბინძურ საქმეებს ისევ და ისევ ბინძური თემებით ატრიალებდა. და მიუქცევდნენ ხან იმას ბიზნესზე, ხან იმას ბიზნესზე, ხან იმ მკვლელობას გამოაჩხრეკიებდნენ, ხან ამას და როდესაც დაჭირდათ, აი ასე გაწირეს თავისივე, ის ახლა ვინმეს თუ გონიათ, რომ ელისო კილაძე ჟურნალისტი იყო და დამოუკიდებელი ჟურნალისტი იყო და ჟურნალისტობით ფული იშოვება ქვეყანაში, გადახედეთ აგერ ჟურნალისტებს და ჟურნალისტიკას და ჯერეთი ნებისმიერი ჟურნალისტიკა, რომელიც არის ცნობილი ვიღაცა ან სოროსის ფონდის დაფინანსებაზეა, ან კეზერაშვილის დაფინანსებაზეა, ან ბიძინას დაფინანსებაზეა, ან ვიღაცას დაფინანსებაზეა, საქართველოში ჟურნალისტური საქმიანობა მომგებიანი რო არაა, თუ ზმახარ ცხადა ქვეყანა მიცის და მაგას რო თავი დაანებო, მომგებიანობას თავი დაანებო, სიცოცხლისთვის საშიში როა თუ კრიშა არა გყავს და დამკრიშავი არა გყავს და პატრონი თუ არა გყავს და გაზეთს დღეს არავინ არ კითხულობს ამ ქვეყანაში, საერთოდ კითხვა დაავიწყდა ხალხს და ქრონიკა პლუსის საშუალებით ვაკეში იმხელა სახლი ეგიდა, ისე ეცხოვრა და ასე ეცხოვრა, არ გამოვიდოდა ძმაო მაგი. ეს არის როგორ გითხრათ, იცით, ანტურაჟი, ადამიანი, რომელიც გამოიყენეს თავისი ბინძური საქმეებისთვის, ნამდვილად გამოიყენეს თავისი ბინძური საქმეებისთვის, რომელიც ეს ორმხრივი იყო, ვინმე ძალაკი არ დაუდენებია, ამასაც აწყობდა, იმასაც აწყობდა. მოკიდეს ახლა ხელი და ჩააგდეს, შეაგდეს ციხეში. გუშინ წინ იყო დაახლოებით, როდესაც აქ ჩვენ საუბარი გქონდა გარეჯის თემასთან დაკავშირებით, ვითომ და ოპოზიციურ ჟურნალისტს რო უნდა ადარდებდეს, აქ იყო შემოსული და ვიდეო ლაივს უყურებდა. და იქაც ვკითხე, კომენტარებშიც დაუწერე, ხო ხარ ოპოზიციონერი ჟურნალისტი? რატო ხელისუფლებაზე ხმას არ იღებ? რატო მანდა მაინც იმ ადამიანს ესხმი თავს, რომელმა ადამიანმაც გამოიტანა ის სიბინძურე, რომ გადაცემული არის დავით გარეჯი? რატო აკეთებ ამას? არა, ეხლა ეს პოლიტიკური თამაშები იყო უკვე, რომ ხელისუფლებას არ ვაწყენიებ, ამას არ ვაწყენიებ, ისე არ ვაწყენიებ. აი ასე ცუდად მთავრდება საერთო ჯამში იმ ბინძურ საქმეებში ცხვირის ჩაყობა. ცხვირის ჩაყოფა, რომელიც ცხვირის ჩაყოფა ჩვევით. ეხლა ნახდათ მჯერა, რომ სწორად ჰქონდათ შენს წინააღმდეგ საქმე აღძრული. სწორად რა ჰქონდათ დავით გარეჯის ამბავთან დაკავშირებით, რომ ეთნიკურ შულს ვაღვივებდი, ეს იყო სწორი? ეს იყო სწორი? დავით გარეჯი რო საქართველოა რო ვამბობდი, სწორი იყო? ამის გამო რომ მიჭერდნენ, თუ ის იყო სწორი, რა ქვია, დიდგორობა დღეს რო დამიჭირეს, დიდგორობას რატო აღნიშნაო? ეს იყო სწორი? თუ ის იყო სწორი, რა ქვია, აი ნაბოზარი კინწურაშვილის მიმართ და მისი ქმრის მიმართ ლანძღვაგინება, რომელიც იმსახურებს ძალიან ბევრი რაღაცის გამო, ეს იყო სწორი? ხო, ეს თქვენ ხალხი ხართ, მე არ ვიცი, ის სწორეს და მტყვანს რაში უყურებთ, თქვენ ამ გინდათ არ გინდათ ამ კონგლომერატის წევრები ხართ და დღედაღამე ბიძინა ივანიშვილის და იმის რა ქვია ფულიანი ხალხის გაправებაში ხართ 24 საათი და
სამაგიეროდ აი კიდე ერთი ამბავი მოხდა, აგერ ხო აი მაგის თქვა მინდოდა, კარგია რომ გამახსენე ჩემო ძმაო, მინდა გითხრა რომ სამაგიეროდ მეორე სასწაული ამბავი მოხდა, ბატონმა ბიძინემ დაბადების დღეზე გამოიღო წყალობა და შვილივით გაზდილი, აგერ ეს ბაჩიაშვილი გამოუშვა გარეთ. გამოუშვა გარეთ. ეს იცი რა დიქტატორებსო გულჩვილობაო შვილივით ყავდა შვილო გამოუშვა ეთყობა ალბათ ასე გამოუშვებს მე ნელ-ნელა შეეცოდება ან ირაკლი შეეცოდება ან ვიღაცა ან შეიძლება ელისოც შეეცოდოს რატო გამოუშვა იმიტომ რომ გადაიხადა არ ვიცი მე შემოძმაო მე დამიჭირეს აგერ ამ ტელევიდეო და შედი და ნახე და გადაიხადა ფული და თუ გადაიხდის ელისო კილაძეც ფულს ბედანორებთან და მოსადის აგენტურასთან თუ დალაგდება საქართველოში მეორე დღეს ნახავთ ელისო კილაძეს გარეთ რა ხდება არაფერი არ ხდება იმას რასაც აკეთებდა თავის დროზე მიშა დაიჭერდა იმას ამდენი ფული შეაწერეთ გაპარსეთ ჩააგდეთ იმდენი ფული შეაწერეთ გააპარსეთ ასე და ასე შემდეგ დედა რა მოხდა გეიგე? ელისო კილაძეს იმდენი ინფორმაციები ქონდა გასაჯაროებული რომელიც 1000 უბედურებას და მე ჟურნალისტი ვარ ჩემჩიც და წყაროს ვერ და ეს კაი ნიღაბი ქონდა ვინ აწვიდა ამ ინფორმაციებს საიდან ხდებოდა ეგ ყველაფერი ფული ბაბა ფული აბა ეს ნასტია კამენსკის და პატაპის სიმღერა არის ერთი ნატურე ეს ფული და იმ წუთში შეიცვლება ყველაფერი ამიტომ შემოკარგებო საქართველოში არანაირი სამართლიანობის აღდგენა არ ხდება არანაირი ავანტიურისტების დაჭერა არანაირი რაღაცა მის და იმის ეს არ ხდება საქართველოში ხდება კლანური ბრძოლიდან გამომდინარე ხდება ამა თუ იმ პიროვნებების დაჭერა და ხალხს გონია რომ ეს ყველაფერი სამართლიანობა. ნუ რა ვიცი შემოკარგებო გააგრძელეთ ამ კლოუნადის ყურება, მე ამაზე უფრო დეტალურად დაგელაპარაკებით. ახლა ერთი რაღაცის თქმა მინდა. ეს საქმე რომელიც პოლიტიკურად იქნება შეფუთული და ამას მიეცემა ისეთი სახე რომ თურმე თავისუფალი პრესა იზღუდება საქართველოში ამას ნუ დაიჯერებთ იმიტომ რომ საქართველოში თავისუფალი პრესა ჯერ ერთი არ არსებობს მერე და მეორე თავის აგენტურას რომელსაც დღეს ჩამოუშვებენ და ხვალ დაიჭერენ ეს არ ნიშნავს რომ რაღაცა რაიმე სასიკეთო ხდება გესმით შემოკარგებო რაშია საქმე ეს ყველაფერი არის თვალის ასახვევად უბრალოდ ხალხის მასების მოსატყუებლად და რაც შეეხება შემოძმაო რომ ადამიანის დაჭერას ელისო კილაძისნაირი ჭორიკანა ნაძირალა სიბინძურეების მოტაშფანდურე ხალხი რამდენია იცი დღეს და კაციშვილი არ ეხება ეს იქნება ნოდარიკო მელაძე თუ ასე შემდეგ ხო კაციშვილი არ ეხება იმათ და კაციშვილი არ შეეხება და არაფერი პრესის თავისუფლებაზე არ ხდება ეს ყველაფერი ხდება მე გული რაზე მწყდება მე გეტყვი იმას რომ აი ამ ებრაული თაღლითობის წყალობით საქართველოში რომელიც აი ამ ებრაელებმა ჩაიდინეს და ახლაც არის და ეს ერთი მიმართულებაა და 1000 მიმართულება არსებობს კიდე საქართველოში ებრაული კლანის მიერ რომელიც მიმდინარეობდა და მიმდინარეობს ის იმაზე მწყდება გული რომ ქართველებმა ერთმანეთი დახოცეს ქართველები დაიჭირეს ქართველები ერთმანეთს ლანძღავენ აგინებენ და სიმართლე არის სულ სხვაგან სიმართლე არის თაღლითებში ნაძირლებში, ლაწირაკებში, რომლებმაც უნახავი ნახეს საქართველოში, ქართველი ერის სახელმწიფოებრიობა, ქართველი ერის სახელი, ჩვენი ქვეყნის ყველანაირი რესურსი გამოიყენეს თავის დასასიკეთოდ, გამდიდრდნენ, ჯიბეში ფული ჩაიდნენ და აი აქ
ესეთი რაღაცეები დაატრიალეს და ეს ხალხი დაჯდება ახლა და დაიწყებს ერთმანეთის ლანძღვაგინებას და ბენანორების და კეზერაშვილების და ამათი და ამათი და ამათი არგი რა ეს იქნება საერთოდ არ იქნება ხსენებული ამ ქვეყანაში. ამიტომ სანამ ქართველები იმას ვერ მიხვდებიან, რომ სხვას კი არ უნდა ემსახურონ მის ქვეყანაში. ფულის გამო იქნება თუ რის გამო იქნება, სხვა რო უნდა იმსახურონ მის ქვეყანაში, თავისი ქვეყნის სასიკეთოდ. აი მაშინ გვეშველება, მაგრამ აი ამ ჭაობში, ამ აყაროლებულ ჭაობში, რომელიც ქართულ საზოგადოებაში ტრიალებდა და ტრიალებს და რომელსაც თავზე აზის ყველაზე დიდი ებრაელი და ყველაზე დიდი ურია, ხო, ეს არასდროს არ მოხდება. კაპიკებში ყავს ნაყიდი ქართული საზოგადოების კაშკაშა ვარსკვლავები. ბატონო ბიძინა ღმერთმა დაგლოცოს დიდი კელაპტარი მოიტანეთ დაანთეთ დავშენდეთ და ჩვენ ასე გადაყრილები ზოგი რის გამო და ალალბედზე სხვა ქვეყანაში თავის გადასარჩენად მუშაობა შრომა წვალება და ასე შემდეგ და ვაი და თუ მოახერხებთ და თუ მოვკვდებით აქ კიდე იმას გვამადლია რომ ჩვენ ქვეყანაში თურმე დასამარხად სახელმწიფოს ფულით უნდა ჩაგვასვენო. და ესეც თურმე დასამადლებელი გქონია. აი ამის თქმა მინდოდა. დანარჩენზე სიღრმისეულად დეტალებზე მე ახლა უბრალოდ დაკავებული ვარ ამცალია. არ ვარ თლათ ისე გემრიელად და იმათ ფერარებით და იმით ზოგმა მართლა დაიჯერა. იმიტომ უნდა გავაგრძელოთ ჩემი საქმე, რასაც ვაკეთებ და მე შეგეხმიანებით და დავილაპარაკოთ ამ საკითხებთან დაკავშირებით სიღრმისეულად.